რა შემიძლია თქვა ამ წიგნის შესახებ? არსებობს ესეთი სცენი არის, თუ ცხოვრების წესია, თუ ჩვევა არის. წერის პროცესთან ურთიერთობის სცენი შევარქვათ, ამას თუ ჩვევა შევარქვათ. წერის საკუთარ ტექსტებში ცხოვრების ცნობრი ჩვევა, რომელიც უჩნდება ყველას, ვინც ვისაც ერთხელ მაინც უცდია რაღაცის დაწერა, ქალზე გადატანა საკუთარი აზრის. და ამის მერე მას შემდეგ, რაც პირველად იგრძნობს ამ განზომილებას გახსნის საკუთარ თავში, როგორც არის ტექსტის განზომილება, ტექსტის შექმნის განზომილება. ამის შემდეგ თავისდაუნებურად სურს თუ არ სურს, ეს უკვე სპონტანურად ხდება, ეს შენგან დამოუკიდებლად ხდება, ამიტომ უფრო სცენივით არის, ერთგვარი სცენივით არის. შენ დაუნებურად იწყებ რაღაცა იდუმალი გამოსხივების დაგროვებებს, რომლების შემდეგ შეიძლება შენს ტექსტებში აღმოჩნდეს. და როგორც კრიტიკული რაოდენობა რო დაგროვდება ხოლმე ეს გამოცდილებებისა, მე უკვე როგორც ბავშვი დედის მუცელში ვეღარ ისვენებს და ის უნდა გამოვიდეს, ის რაღაც ფორმაში უნდა მოექცეს. და ძალიან ხშირად ფორმა არადეკვატურია ხოლმე იმისა, რაც იბადება. რაღაცა სხვა იბადება ხოლმე თითქოს იმის განსხვავებული იმისაგან, რაც უნდა დაბადებული. ნუ აი ჩათვალეთ რომ ეს წიგნი არის ერთ-ერთი ჩემთვის ეს მე-6 წიგნი არის და ერთ-ერთი ცდელობა იმისა რომ სწორედ ეს იდუმალი პარალელური გამოცდილებები რაღაცნაირად გამეთვალსაჩუებინა თუნდაც პირველ რიგში ჩემთვის. და შემდეგ მიმეცა ისეთი ფორმებში ჩავამესხა, ისეთ წყალებში ჩავამესხა რომ საკომუნიკაციო სივრცისათვის, სხვა ადამიანებისათვისაც შემიძლებოდა შემოთავაზებოდეს. ნუ რამდენად გამომივიდა ეს ამას კითხველი განშის. და ყველა შემთხვევაში ეს არის საერთოდ პროდუქტი იმისა, რომ როდესაც ახალგაზრდა კაცი დავსნეულდი იმითი ტექსტების შექმნით დავსნეულდი და შემდეგ იცით ერთი მომენტია კიდევ არსებობს თქვა წმინდა მხატვრული ტექსტები და არსებობს წმინდა ფილოსოფიური ტექსტები, ხო? თავიდან მე როდესაც ტექსტებთან მქონდა ურთიერთობა, როდესაც ტექსტებს ვქონიდი, ეს მხატვრული ტექსტები იყო. მოთხრობების წერას ვცდილობდი, რამდენიმე გამოვაქვეყნე კიდევაც. ერთ-ერთ ჩემს მოთხრობას ესეთი უცნაური ბედი ეწია, რომ ჟურნალისტის ცისკარში მივიტანე 1993 წელს, 1996 წელს დაადეს რეზოლუცია გამოქვეყნდესო და 2000 წელს გამოქვეყნდა. ესე იგი მიტანე 17 წლის თავზე. ესე თუ აღარ მახსოვდა ის ტექსტი ძლის ვიცანი რომ გადავშალე და დავიწყე კითხვა, სადაც მესამე გვერდზე გამახსენდა რომ ჩემი დაწერილი ტექსტი იყო 17 წლის ირანდელი ტექსტი რაღაც. ხო და მეორე და გარდა ამისა იყო მეორე მხარეს ჩემი პროფესია, რითაც მე დაკავებული ვარ ფილოსოფია. და იცით თავიდანვე გრძნობდი რომ წმინდა მხატვრული ფორმები, წმინდა მხატვრული ინსტრუმენტალიები ერთგვარად ვერ ვახერხებდი წმინდა მხატვრული ფორმებით გამომეხატა ის იდუმალი გამოცდილებები, რომლებიც გროვდებოდა და რომლებთანაც გამოდმები დიალოგში ვიყავი, ხო? და რომ აი მხატვრული სახეები, მხატვრული ფორმები, მხოლოდ მეტაფორები არ იყო ის ინსტრუმენტი, რომელთაც შემეძლო ამის გამოხატვა და მე აი ეს ფილოსოფიასთან ურთიერთობამ უცბად გამიჩინა სურვილი იმისა, რომ და უბრალოდ წვენა იმისა, რომ სწორედ მეტაფორისა და ცნების ზღვარზე შეიძლებოდა სიარული და აი ისე შეიძლებოდა რაღაცნაირად გამომეხატა ის გამოცდილებები. ისე შემეძლო მიმეცა მისთვის ტექსტის სახე, ისე მომექსოვა ტექსტი, რომ შეიძლება ზოგჯერ ვარგულ წონასწორობას უფრო ცნებისკენ მივდივარ, ან ზოგჯერ უფრო მეტაფორისაკენ მივდივარ, მაგრამ აი შეხვედრის წერტილები ვფიქრობ, რომ ყველა ტექსტში იგრძნობა და ეს შეხვედრის წერტილები ქმნის ამ ტექსტის ღერცს, ამ ტექსტების ღერცს. ამიტომაც არის რომ იქ სადაც მხატვრული ელემენტები მაქვს ამ ტექსტებში ეს პასაჟები უფრო მაგიური რეალიზმის ხასიათს ატარებს, ვიდრე ტიპური მხატვრული რაღაცა რეალისტური, თუნდაც პოეტური აღწერისას. და თვითონ ფილოსოფიის საზღვრებიც მორღვეული არის, ეხლა არავინ ფილოსოფიას საგანგებოდ ვაკეთებდი, არა ეს ფორმა თავისით იბადება. ფორმას ბადებს ის გამოცდილებას მე ახლა ცდის აზრით არ გულწო, გამოცდილებას გულწობა ყველაფერი იმის აზრით, რაც ჩემში თავს იხრის წლების განმავლობაში, ჩემსა და სამყაროს შორის დიალოგის განმავლობაში, ეს ფორმა არის ის, რაშიც ეს თავის ადეკვატურ გამოხატულებას პოვებს. ფორმა არ უნდა ეძებო გარეთ.
ფორმა არ უნდა ეძებო ვიღაცის ნაზრებში, ვიღაცის ნაწერში, ვიღაცის იმაში, ვიღაცის პროდუქტში არ უნდა ეძებო. ფორმა თვითონ დაიბადება, ყველაზე ღირებული ალბათ მაშინ ხდება, როდესაც ფორმები ჩვენში იბადება არა მხოლოდ სათქმელი, ამით ფორმები ჩვენში იბადება, ხო? ყველა სათქმელს თავისი ფორმა აქვს, განმეორებელი ფორმა აქვს. საკმარისია ის არ მოიქცეს აი იმ ფორმაში, რომელშიც ის უნდა მოქცეულიყო, რომ მიიღებ რაღაც იმახინჯის, მიიღებ კოპრაჩიკოსის ქოთანში გამოზრდილ ბავშვს. რომელიც რეალურად რომელსაც განვითარების საშუალება არ მიეცემა. ამიტომ ფორმისა და შინაარსის დაბადება ეს რაღაც ერთჯერადი აქტი არის. და ეს აქტი ხორციელდებოდა, როგორც თქვი, აი ეს ცნებისა და მეტაფორის შეხვედრის, როგორც მე მგონია, ცნებისა და მეტაფორის შეხვედრის წერტილებში.